გამარჯობა, ჩემო სულიერ დიპლომატებო მთელი მსოფლიოდან. თქვენთან პასტორი მარკ ბერნსია. ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. მსოფლიოს სულიერი და რელიგიური ლიდერების ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში შეკრების ახალი თარიღი დავადგინეთ. 22 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში იმამები, რაბინები, პასტორები და მღვდლები, ყველა რელიგიის წარმომადგენლები გამოვლენ ერთიანი ხმით, რომ გამოაცხადონ, ჩვენ ვიბრძოლებთ რელიგიური თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ ერთად დავდგებით, რომ დავეხმაროთ კონფლიქტების დასრულებას. ჩვენ მოვახდენთ ლიდერების ქსელის მობილიზებას, გლობალურ ლიდერებს, სულიერ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მუშაობენ როგორც სულიერ, ასევე პოლიტიკურ სფეროებში, რომლებსაც შეუძლიათ დიალოგის წარმართვა თავიანთ ქვეყნებში, ძალადობის დასრულება, კონფლიქტის მოგვარება და მსოფლიოს მმართველებისთვის მათი ნამდვილი მიზნის შეხსენება. მათი მიზანია იყვნენ მშვიდობის ლიდერები და ემსახურონ მათ, ვისაც ხმა არ აქვს, და იმ ადამიანებს, რომელთა წარმომადგენლადაც ისინი არიან არჩეულნი. ასე რომ, თუ თავს სულიერ დიპლომატად თვლით და გრძნობთ, რომ ეს თქვენი მოწოდებაა, თქვენი რწმენის მიუხედავად გეპატიჟებით ეწვიოთ spiritual diplomats.org-ს და უფასოდ დარეგისტრირდეთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები მკაცრად შეზღუდულია. ჩვენ უკვე ვიღებთ ასობით განაცხადს იმ ადამიანებისგან, რომლებიც გეგმავენ ამ კონფერენციაზე მოსვლას 22 იანვარს, აქ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. თუ დარეგისტრირდებით და დაესწრებით, მიიღებთ სპეციალურ სულიერი დიპლომატის სამკერდე ნიშანს, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ყველას, ვინც გადაწყვიტა ამ გლობალური პროცესის ნაწილი გახდეს. სულიერო დიპლომატებო, გახსოვდეთ, ჩვენ არ ვატარებთ იარაღს, ჩვენ ერთად ვატარებთ ღვთის სიბრძნესა და რწმენას მთელი მსოფლიოს გულისთვის. მოდით, ერთად ვიმოქმედოთ. მოდით, გავაერთიანოთ ხალხი და ქვეყნები და დავასრულოთ კონფლიქტები პლანეტაზე. მოდით, შევხვდეთ აქ, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, 22 იანვარს.